შენ ალბათ ფიქრობ, რომ კუჭ-ნაწლავის მოქმედება თუ გაქვს ყოველდღე, ესე იგი, შენი ნაწლავი ძალიან კარგად მუშაობს. აბა დააკვირდი, გეხვეწები შენს თავს. თუ გაქვს გამონაყარი კანზე, გაქვს თუ არა ალერგიული რეაქციები სხვადასხვა რამეებზე, ან გაწუხებს თუ არა, ვთქვათ, სეზონური ალერგიები. მოკლედ, ჩემო ძვირფასო, თურმე ამ ყველაფრის მიზეზი ყოფილა მიკრობიომა. რა არის მიკრობიომა? ეს არის ჩვენი ნაწლავის ფლორა, რომელიც არ მუშაობს სწორად. იმიტომ რომ ჩვენს ნაწლავში ცხოვრობს ტრილიონობით სასარგებლო ბაქტერია და ეს ბაქტერიები ფაქტიურად არის ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარი. ტყუილად არ ამბობენ, რომ ნაწლავის 80% არის ჩვენი იმუნური სისტემა, რომ ნაწლავი არის ჩვენი მეორე ტვინი. აბა დაფიქრდით ახლა, ვისაც არ გაქვთ რეგულარული კუჭის მოქმედება, თავს როგორ გრძნობთ? აი, ოღონდ გულახდილად მიპასუხეთ, თავს როგორ გრძნობთ. მე პირადად გამოცდილი მაქვს და ვიცი, რა არის, როდესაც ნაწლავი სწორად არ მუშაობს. როგორ მოქმედებს ის ნერვულ სისტემაზე, განწყობაზე, ჩვენ ზოგად ჯანმრთელობაზე. ხომ ესეა? ხო და ჩემო ძვირფასო, ჩვენი ნაწლავი, წარმოიდგინე თებში, რომელზეც მიირთვით ხიმიანი საკვები და არ გარეცხე, თქვათ, ჭურჭლის არეცხი ჟელეთი. რა იქნება? იქნება ბინძური, არასასიამოვნო, ხო ესეა და იმ თებში მე ჭამა თავიდან არ მოგინდება. ხო და სწორედ ჩვენი ნაწლავით საჭიროებს ყოველდღიურად ჩვენს მიერ მხარდაჭერას. და როგორ შეგვიძლია ჩვენ მხარი დაუჭიროთ ნაწლავს? არსებობს საშუალება, მაგალითად, ალოე ვერას სახით, რომელიც ეხმარება ჩვენს ნაწლავს, რომ იყოს სუფთა, რომ მეტად შეწოვა შეეძლოს ჩვენს ნაწლავს, კარგი ვიტამინების, მინერალების, საკვების, რომელსაც ვაწვდით, რომ ჩვენი ნაწლავი გამართულად მუშაობდეს, რომ ხშირად არ ვიყოთ ავად, ვირუსებისგან შეგვეძლოს თავის დაცვა, თავი დავიცვათ ალერგიული გამოვლინებებისგან. ერთი სიტყვით, ნაწლავი არის ჩვენი იმუნიტეტი. ნაწლავის ჯანმრთელობა უდრის ჩვენს იმუნიტეტს, ესე ვთქვათ, ხო და შეგვიძლია ძალიან კარგი ბუნებრივი საშუალებით შეუწყოთ ხელი ჩვენს ნაწლავის სწორად მუშაობას ალოე ვერას წყალობით. ეს არის ერთადერთი ბუნებრივი საშუალება, რომელიც როგორ თქვა, უკუჩვენების გარეშე წმენს ჩვენს ნაწლავს. არა მარტო წმენს, ნაწლავს აქვს აი ესეთი მარჯანი, ხო გინახიათ ზღვის მცენარე მარჯანი, როგორია, ხო? ზუსტად ისეთი მარჯნისებური ფლორაა ჩვენს ნაწლავში და სწორედ ეს საცეცეები უზრუნველყოფს, რომ ჩვენმა ნაწლავმა, ჩვენმა ორგანიზმმა მიიღოს ყველაფერი სასიკეთო, რასაც საკვების, ვიტამინების თუ მინერალების სახით ვაწვდით. მაგრამ როდესაც ეს ჩვენი საცეცეები არის ბინძური, ჩემო ძვირფასო, აქედან გამომდინარე არ ხდება ათვისებაც, ხო ესეა? იმიტომ რომ ამ საცეცეებში გროვდება ყველაფერი ნაგავი, რასაც მივირთმევთ, კარგია თუ ცუდი, მაინც გროვდება. ხო და სწორედ ალოე ვერას წვენი დაგვეხმარება, როგორც ჭურჭლის არეცხის ჟელე წმენს თებს, ზუსტად ისე გაწმინდავს ჩვენს ნაწლავს, აღადგენს ნაწლავის ფლორას. ეს არის საკვები ჩვენი მეგობარი ბაქტერიებისთვის, იცოდი? ჩვენს მეგობარ ბაქტერიებს, რომელიც ყავს ჩვენს ნაწლავში, ხო, არის და ცხოვრობს და იცავს ჩვენს იმუნიტეტს, მას კვება ჭირდება და სწორედ ალოე ვერას წვენი არის საშუალება, რომელიც კვებავს ჩვენს მეგობარ ბაქტერიებს, რომ მიკრობიომა იყოს ჯანმრთელი. და აღადგენს ნაწლავის კედლებს, თქვით, ანთებით პროცესებს აგილაგებს და პლუს დეფეკაციასაც ბუნებრივად ნაზად უმტკივნეულო დეფეკაციასაც უწყობს ხელს. ასე რომ ჩართე ის შენ ყოველდღიურ რაციონში. არა აქვს მნიშვნელობა შენ გაწუხებს თუ არა კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვს თუ არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ნაწლავი მუდმივად საჭიროებს მხარდაჭერას. ასე რომ ჩართე ალოე ვერას წვენი შენს ყოველდღიურ რაციონში მინიმუმ 60 მილიგრამი და ნახე თავს როგორ იგრძნობ. ამას მე შენ დამიკომენტარებ აუცილებლად, ვიცი.